მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმები კომიტეტის აპარატის თანამშრომლებს, დაცვის საზოგადოებას და იმ ხალხს, ვინც უსმენს დღევანდელი კომიტეტის სხდომას. კორუმი გვაქვს, შეგვიძლია დავიწყოთ. იურიდიული საკითხთა კომიტეტის სხდომა დარიგებული არის დღის წესრიგი. წარმოდგენილია 4 საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც დაჩქარებული წესით განვიხილავთ მეორე მოსმენით. ეს გახლავთ იურიდიული კომიტეტის წევრების მიერ ინიცირებული საქართველოს კანონის პროექტი, ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე, საკანონმდებლო ცვლილების პაკეტში შემოვალ სხვა კანონ პროექტებთან ერთად, ასევე საქართველოს კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, სხვა კანონ პროექტებთან ერთად, მესამე საკითხი არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე, სხვა კანონ პროექტებთან ერთად და მეოთხე გვაქვს საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. გთხოვთ რომ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. გთხოვთ შესაბამისად დავიწყოთ ბოლო საკითხით. ეს არის საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი ბატონი აკაკი ალადაშვილი. მადლობა ბატონო აკაკი. გთხოვთ რომ მეორე მოსმენის ფორმატში წარუდგინოთ კომიტეტს კანონ პროექტი და შემდეგ მივყვეთ უკვე მუხლობრივად. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო. ესე იგი, დაჩქარებული წესით მეორე მოსმენით წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საქართველოს კანონის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. მზად ვარ მუხლობრივი განხილვისთვის. კი ბატონო, შესაბამისად, მოდით რომ მუხლობრივად გავყვეთ, მუხლი პირველი პუნქტი მთლიანად თითოეულ პუნქტში თუ არის ცვლილებები რომ წარმოვიდგინოთ. დიახ, ესე იგი, პირველი ნაწილი 21-65 პრიმა მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით. მოსამართლე პირის გადასახადის გადამხდელი სტრომაგიერ პირად აღიარების თაობაზე ბრძანებას გამოსცემს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე მისი სასამართლოსთვის წარდგენიდან 1 თვის ვადაში, ხოლო თუ განსახილველი საქმე განსაკუთრებული სირთულით ხასიათდება საქმის განხილველი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 1 თვისა. მესამე ნაწილი იგივე მუხლის მხარეთა გამოუცხადებულობა არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის განხილვის გადადებას. მეოთხე ნაწილი იგივე მუხლის საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს ბრძანებას ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაუკმაყოფილებლობის შესახებ. ბატონო აკაკი, უკაცრავად რომ გაწყვეტინებ, ცვლილებები ხომ არ ყოფილა. გამომდინარე იქიდან რომ გუშინ პრინციპების დონეზე როდესაც განვიხილავდით, მათ შორის მუხლობრივი განხილვაც გამოგვივიდა თავისი შინაარსით და ცვლილებები ხომ არ ყოფილა პირველი მოსმენიდან მეორე მოსმენის ფარგლებში. მე მგონი ასეთი არ განხორციელებულა. არ ყოფილა. კი ბატონო, მეორე მოხსის შესაბამისად არ ყოფილა ასეთი ცვლილებები. და საზოგადოებისაც რომ თქვა, ჩვენ იურიდიულ დეპარტამენტისგან შესაბამის რედაქციულ და საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით შენიშვნებს გადმოგცემენ, ველოდებით, მათთან კომუნიკაცია მიმდინარეობს და თუ რაიმე შენიშვნები იქნება, უკვე პლანურ სხდომაზე მოხდება მათი ასახვა. კოლეგებო, კითხვები, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ გაქვთ? ასეთი არ არის. დიდი მადლობა. მადლობა დამოკიდე. თხოვთ დაიკავოთ ადგილი. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტი მეორე მოსმენით მოხსენებელი ბატონი თორნიკე ჭეიშვილი. მადლობთ ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით პატრიოტულ კოლეგებო, მივესალმებით დამცრე საზოგადოებას. წარმოგიდგენთ მეორე მოსმენით დაჩქარებული წესით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებას თამდევ ცვლილებებთან ერთად, უბრალოდ მოკლედ შეგახსენებთ იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ცვლილებათა პაკეტი ემსახურება ცალკეული დანაშაულების შედეგად პირისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების კიდევ უფრო მეტად ეფექტიანი სამართლებრივი ჩარჩოს შექმნას, რაც ამ შემთხვევაში არის დაკავშირებული საქართველოსთან გასვლის აკრძალვის მექანიზმთან მიმართებით, ხდება უფრო მეტად დახვეწა იმისა, რაც პრინციპში საქართველოს პარლამენტმა სულ 1 თვის წინ სექტემბერში მიიღო. რა თქმა უნდა, მზად ვარ მუხლობრივი განხილვისთვის მეორე მოსმენით გათვალისწინებული წესით, ასევე ვიტყვი იმას, რომ რედაქცია
ესე იგი პირველი მოსმენის შემდგომ რაც გადამუშავდა არის თქვენ წინაშე წარმოდგენილი, თუმცა მე შევეცდები დამატებით გავაკეთო კომენტარები რამდენიმე ნიუანსთან მიმართებით იმისათვის რომ უფრო მეტად გასაგები გახდეს არგუმენტაცია თუ რატომ განხორციელდა ესა თუ ის რედაქციული ცვლილება რა თქმა უნდა შინაარსს ჩვენ არ შევხებივართ. კი ბატონო, მაშინ დავიწყოთ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტით მუხლი პირველი პუნქტი პირველი თუ არის კი ბატონო, აქ პირველ პუნქტში არის გარემოება, შემდეგი ესე იგი ხდება 65 მე-7 პრიმა მუხლის პირველი ნაწილის ჩამოყალიბება და აქვე ესე იგი დაემატა რომ მეორე და მესამე ნაწილები იქნა ამოღებული 165 მე-7 პრიმადან. ეს არის ტექნიკურად პრინციპში განხორციელებული ამოღება შესაბამისი ნაწილების იმის გათვალისწინებით რომ ესე იგი ეს არის მსჯავრდებული საქართველოს გასვლის აკრძალვის ვადად 16 წლის აკრძალვას რომელიც აწესებდა ის ჩანაწერები ასევე ნორმები რომელიც ადგენდა შესაბამისი ვადის გამოანგარიშების წესს და იმის გათვალისწინებით რომ როგორც გუშინ ვისაუბრეთ ჩვენ ზოგადად აღნიშნული 16 წლიანი ვადა აღარ გვაქვს ტექნიკურად გახდა ეს ასე ვთქვათ ამოსაღები გულისხმობ 165 მე-7 პრიმას მეორე და მესამე ნაწილებს. სხვა მხრივ აქ ცვლილება არ არის შემოთავაზებული. კი ბატონო, მეორე ნაწილი? მეორე ნაწილში ცვლილება არ გვაქვს მეორე პუნქტში ამ შემთხვევაში. რაც შეეხება მესამე პუნქტს აქ უბრალოდ დაემატა ასევე ტექნიკურად 260 მუხლის პირველი ნაწილის ზე პრიმა ქვეპუნქტზე მითითება. ეს არის განაჩენის დადგენისა სასამართლოს მიერ გადასაწყვეტი საკითხების ჩამონათვალი, რასაც 260 მუხლი შეეხება და გასვლის აკრძალვის შესაბამისი ჩანაწერის გარეშე, მითითების გარეშე უბრალოდ მიეთითება რომ მათ შორის გადასაწყვეტ საკითხთა შორის არის მსჯავრდებულისთვის დაზარალებულის კომპენსაციის გადახდის ვალდებულების დაკისრების საკითხის გადაწყვეტა. ეს არის ასე ვთქვათ ასევე პრინციპში ტექნიკური ხასიათის შესწორება. შესაბამისად მოხდა ნუმერაციის შეცვლა მომდევნო პუნქტების ამასაც წინსწრებით მეორე პუნქტი ცვლილების გარეშე არის ისევე როგორც მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები. კი ბატონო, მუხლი მეორე. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე, ანუ ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე. შემდეგი განპროექტი ეს არის დანაშაულის პრევენციის შესახებ, ხო? კი ბატონო, მოქალაქეების კი ბატონო. შემდეგი პროექტი ეს არის საქართველოს მოქალაქეების საქართველოსდან გასვლისა და საქართველოს შემოსვლის წესების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. აქაც ანალოგიურად მხოლოდ ტექნიკურად გაკეთდა დამაზუსტებელი ჩანაწერები, როგორც პირველ ისე მეორე პუნქტთან მიმართებით. პირველი პუნქტი არეგულირებს საქართველოსდან დროებით გასვლის უფლების შეზღუდვის საფუძვლებს და აქ ასე ვთქვათ ჩანაწერი დაემატა ქვეპუნქტს, რომლითაც თავის მხრივ ყალიბდება მე-10 მუხლის პირველი პუნქტის გექვეპუნქტი. აქ არის ლაპარაკი იმაზე, ეს ზუსტდება, რომ მსჯავრდებულისთვის საქართველოსდან გასვლის აკრძალვისაგან გათავისუფლების საფუძვლებს ემატება შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებული წარადგენს აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემულ ცნობას სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე. ესეც ასე ვთქვათ ლოგიკურად და ტექნიკურად გახდა მისათითებელი. ანალოგიურად 22 მუხლი აწესრიგებს ამ შემთხვევაში უკვე ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლებს და ამ უარის თქმის საფუძვლის გამომრიცხავ გარემოებად ასევე იქნა მითითებული დაუშვათ იმის თაობაზე, როცა ცნობა არის წარმოდგენილი სააღსრულებო წარმოების შეწყვეტის თაობაზე და შესაბამისად ეს სამართლებრივი რეჟიმი ამით იქნება ასე ვთქვათ გათიშული. სხვა მხრივ აქ შესწორებები არ გვაქვს. მეორე მუხლიც არის უცვლელი სახით წარმოდგენილი. მეორე მუხლი? უცვლელი სახით. კი ბატონო, შენიშნები მოსაზრებები თუ არის, ასეთი არ გახლავთ. მადლობა. შემდეგი განპროექტი. ეს არის დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო საჭიროთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პროექტი. პირველი მუხლის პირველი პუნქტი, მეორე პუნქტი ცვლილების გარეშე გახლავთ. მხოლოდ მესამე პუნქტში ესე იგი აქაც გაჩნდა დამაზუსტებელი ჩანაწერი. მესამე პუნქტით ყალიბდება ამ კანონის 54 მე-13 პრიმა მუხლი, რომელსაც თავის მხრივ დაემატა მეორე პუნქტი. აქ საუბარია იმაზე, რომ მოქმედი კანონმდებლობით მსჯავრდებული საქართველოსდან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულების შეწყვეტა უკავშირდებოდა მხოლოდ სისხლისამართლებრივი წესით დაზარალებულის კომპენსაციის გადახდას ან დაზარალებული პირის წერილობით უარს მისთვის კომპენსაციის გადახდაზე. შემოთავაზებული
მიმართულებით საქართველოსთან გასვლის აკრძალვის ღონისძიების შესრულება შეწყდება სამოქალაქო წესით მიყენებული ზიანის ანაზღაურებით ან დაზარალებულის მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის შემთხვევაში და სათანადოდ ჩანაწერი არის შემოთავაზებული როგორც გითხარით 52-მე-13 პრიმა მუხლის მეორე პუნქტის სახით. მეორე მუხლში ცვლილება არ განხორციელდება. ბატონო თორნიკე, სამოქალაქო წესით რომ ბრძანეთ, აქაც რა თქმა უნდა საფუძველი არის სისხლის სამართლის კონკრეტული კოდექსის კონკრეტული დანაშაულებიდან გამომდინარე მიყენებული ზიანის ანაზღაურებას თუ დაზარალებული ითხოვს სამოქალაქო წესით. ამ ზიანის ანაზღაურებაზე არის და არა ზოგადად სამოქალაქო წესით ფინანსურ მოთხოვნას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზეა. კი, მხოლოდ დიახ, ბატონო დავით. ზუსტად ანუ ჩვეულებრივი სამოქალაქო წარმოება არ იგულისხმება ცხადია აქ არის სისხლის სამართლის საქმე და ზიანის ანაზღაურების ჭირში სამოქალაქო საქმეზე გადატანილი დავა. კი ბატონო. ეგრეთ წოდებული დადასტურებთ რომ ესე. დელიქტური დელიქტერ მიყენებული ზიანისთან გამომდინარე და დელიქტის საფუძველი როცა არის ისის სისხლის სამართლის კოდექსის კონკრეტული მუხლები. ძალიან მნიშვნელოვანია 27 და ასე შემდეგ. რომელიც შეეხება თაღლითობას, გაფლანგვას, დაუშვათ და ასე სხვისეების დაზიანებას და საზოგადოება გვიყურებს, იურიდიული საზოგადოება გვიყურებს და ძალიან მნიშვნელოვანია ეს პონტი რომ განსაზღვროს. კი, ამიტომ მადლობა რომ ესეც დავაზუსტეთ. კი ბატონო. და ბოლო პროექტი გვაქვს. ეს არის აღსრულებულ წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შეტანის თაობაზე პროექტი. აქაც რეალურად მხოლოდ და მხოლოდ ერთი მუხლის დამატება ხდება, როგორც არის წარმოდგენილი შესაბამისი ცვლილებით. ეს არის 22-მე ტერცია მუხლი. აქაც გარკვეული დამაზუსტებელი ჩანაწერები იქნა შემოთავაზებული, რაც არის ასახული შესაბამის რედაქციაში და ასევე არის ესე იგი მეორე მუხლი ამოღებული, ანუ იქნა ამოღებული ის გარდამავალი დებულება, რომლითაც შემოდიოდა ახალი რეგულირება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 165 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ მხოლოდ იმ საქმეებზე, რომელთან დაკავშირებითაც სასრულო წარმოება დაიწყებოდა ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, არამედ უნივერსალურად ყველა საქმეს შეეხება შესაბამისი დანაწესი, ეს არის რეალურად ცვლილება, რის გამოც ასევე შეიცვალა მუხლების ნუმერაცია, ანუ რეალურად 3 მუხლის ნაცვლად ამ პროექტში ჩვენ გვაქვს შემოთავაზებული 2 მუხლი. ასევე ასე ვთქვათ, დაზუსტებას გავაკეთებ იმასთან დაკავშირებით, რომ ამ დრომდე გრძელდება კონსულტაციები უწყებებთან, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მათ აქვთ გარკვეული თავისი მოსაზრებები, წინადადებები კონკრეტულ ასპექტებთან დაკავშირებით, ბუნებრივია ეს არის მეტწილად ტექნიკური ხასიათის შემოთავაზებები და იმის გათვალისწინებით, რომ კონსულტაციების დასრულება იგეგმება უახლოეს ალბათ 1 საათში, უკვე ჩვენ შევძლებთ, რომ მეორე მოსმენის რეჟიმში პლენარულ სხდომაზე ასევე გქონდეს მსჯელობა ამ შესაძლო წინადადებების ასახვის თაობაზე. მაგალითად, თუ რა დოკუმენტი შეიძლება წარადგინოს? აი გასვლის აკრძალვის ნაწილში ძირითადად. პირის იდენტიფიცირებისთვის და ასე შემდეგ. კი ბატონო. კოლეგებო, შენიშვნები, მოსაზრებები ხომ არ არის? კითხვები? ასეთი არ არის. მადლობა ბატონო თორნიკე. მადლობთ. გთხოვთ. კოლეგებო, შეგვიძლია გავაგრძელოთ მუშაობა. დღის რიგით გათვალისწინებული მომდევნო საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ცვლილება საქართველოს ორგანული კანონის პროექტში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ განვიხილავთ მეორე მოსმენით გათვალისწინებული წესით მოხსენებელი არის ბატონი არჩილ გორდულაძე. ბატონო არჩილ, მადლობა ბატონო. უგნებავთ შესავალი, შეგიძლიათ გავუკეთოთ და გადავიდეთ შემდგომ შესავლის სახით წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივები დაიხვეწა საკანონმდებლო ტექნიკის კუთხით, რაც უფრო განჭვრეტადი ყოფილიყო თითოეული ნორმა, იმისათვის რომ საზოგადოებისთვისაც ცნობილი ყოფილიყო კონკრეტული შედეგები კონსტიტუციის წინააღმდეგ მებრძოლი პოლიტიკური პარტიის აკრძალვის შემთხვევაში რა შედეგები დგება კონკრეტული პარტიისთვისაც და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირებისათვის.
შესაბამისად მუხლი პირველი პუნქტი ანუ პირველი დავიწყოთ ესე იგი შესაბამისად ძირითადი პროექტით დიახ. საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებით პირველი მუხლის თაობაზე რომ მოგვახსენოთ პირველი რაც სულება განხორციელდა ის რომ შინაარსი უცვლელია ტექნიკის კუთხით არის დახვეწილი პირდაპირ არის მითითებული რომ პოლიტიკური პარტიის კონსტიტუციის გათვალისწინებულ საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილება იწვევს პოლიტიკური პარტიის აკრძალვას და შემდეგი თამდევი შედეგების წარმოშობას. ესენია, რა თქმა უნდა, რაც მოქმედი რედაქციას გახლავთ, შესაბამისი პოლიტიკური პარტიის რეგისტრაციის გაუქმებას და გამომდინარე იქიდან, რომ პარტია არ არის მხოლოდ სარეგისტრაციო ნომერი და პარტიას ქმნიან კონკრეტული პირები, აქედან გამომდინარე, შესაბამის პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებული სათანადო პირისთვის პოლიტიკური პარტიის შექმნის, პოლიტიკური პარტიის წევრობის, პოლიტიკური პარტიის ორგანოს წევრობის, პოლიტიკურ პარტიაში პარტიული თანამდებობის დაკავების, საყოველთაო არჩევნებში პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობის, საყოველთაო არჩევნების გზით არჩეული ორგანოს წევრის ან არჩეული თანამდებობის პირის უფლებამოსილების შეძენის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის დაკავების, პოლიტიკური თანამდებობის დაკავებისა და საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის დაკავების აკრძალვას, თუ ამ აკრძალვას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ეს იმათვის, ვინც ამბობდა, რომ როგორ მოხდება პირების არჩევა, კიდევ უფრო ცალსახად მათთვისაც, რა თქმა უნდა, ყველამ ძალიან კარგად იცის, მაგრამ ინსინუაციები ბევრი იყო. მოსარჩელე მოითხოვს კონკრეტულ პირებზე შესაბამისი აკრძალვის გავრცელებას, რასაც დაასაბუთებს, რა თქმა უნდა, და თუ სათანადოდ იქნება დასაბუთებული, საკონსტიტუციო სასამართლოს დააკმაყოფილებს სასარჩელო მოთხოვნას. ასევე ერთ-ერთი შედეგი გახლავთ შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობას თუ მოსარჩელე ითხოვდა რომ საქართველოს პარლამენტის ეს წევრი დაქვემდებარებოდა უფლებამოსილების შეწყვეტას და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა შესაბამისი პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეული სხვა წარმომადგენლობითი ორგანოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტას თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა და ბოლო შესაბამისი პოლიტიკური პარტიის მიერ საყოველთაო არჩევნებში წარდგენილი პარტიული სიიდან პირის ამორიცხვას თუ ამას ითხოვდა მოსარჩელე და ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ამასთანავე 23 მუხლს ემატება პირველი პრიმი პუნქტი 27 ტერცია უკაცრავად ემატება პირველი პრიმი პუნქტი, რომელიც გულისხმობს, რომ თუ სამსარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინების ავტორი არის საქართველოს პარლამენტი და ჯგუფი, აღარ იყოს სავალდებულო ნოტარიული წესით ხელმოწერების დამტკიცება და გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელის წარდგენის დროს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი ამოწმებს რეგლამენტით გათვალისწინებული წესით ხელმოწერების ნამდვილობას, დამატებით ამ მინდობილობის გაცემის დროს დამატებითი ხელმოწერების ხელმოწერის ნამდვილობის დამტკიცება ნოტარიუსის მიერ აღარ იყოს სავალდებულო და ამავდროულად შესაბამის უფლებებში ცვლილება არის ასახული თუ რომ საქართველოს პარლამენტის წევრებს კონსტიტუციური სარჩელის ან წარდგინების შემთხვევაში აქვთ უფლებამოსილება რომ ან სარჩელის შედგენის და წარდგენის დროსვე თვითონ სარჩელშივე ასახონ თუ ვინ იქნება მათი წარმომადგენელი რომელიც თქმა უნდა ისევ ხელმოწერებს ნამდვილობას გადაამოწმებს საპროცედურო კომიტეტი ხოლო არსებობდეს შესაძლებლობაც რომ ამავდროულად მინდობილობა გაიცეს და უკვე უშუალოდ პროცესზე მოხდეს წარმომადგენლების დაზუსტება როგორც დამატება ისე შეცვლა. ეს არის წარმოდგენილი ცვლილებები, რომელიც შესაბამისად ტექნიკურად საჭირო და ვისაუბრებთ მთლიანად ახლა პირველ მეორე, მესამე, პირველი მუხლიდან გამომდინარე, მესამე, დიახ, მეოთხე პუნქტებთან დაკავშირებით. კი ბატონო, კოლეგებო, თუ არის ამ პუნქტებთან მიმართებით შეკითხვები, მოსაზრებები, გთხოვთ დავაფიქსიროთ. არ არის. აქვე არის მეოთხე პუნქტის მნიშვნელოვანი ცვლილება, ისევ და ისევ უფლების სტანდარტი, მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე, თუ ამ მუხლით გათვალისწინებული კონსტიტუციური სარჩელის განხილვისას
კონკრეტულ პირებზე, რომელთა მიმართაც სასარჩელო მოთხოვნა არსებობს მთელი რიგი უფლებამოსილებების და შეზღუდვასთან და აკრძალვასთან დაკავშირებით, ამ პირებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ თავიანთი მოსაზრება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე დააფიქსირონ. ეს ზოგადობრივიდან ისეც გამომდინარეობდა, მაგრამ მეტი სიცხადისთვის დაზუსტება ხდება. შესაბამისად, იმ პირებსაც კიდევ ერთხელ ექნებათ შესაძლებლობა თავიანთი პოზიცია დააფიქსირონ, შესაბამისად შეჯიბრებების პრინციპი უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის 35 მუხლის მეოთხე პუნქტის დამატება, მესამე და მეოთხე პუნქტების დამატება. შეკითხვები შენიშვნებიან მოსაზრებები არ არის და 53 მუხლთან დაკავშირებით აქაც ანუ მეხუთე პუნქტი რაც არის თვითონ წარდგენილობის პროექტის აქაც მიეთითება რომ სარჩელში უნდა იყოს მითითებული კონკრეტული შედეგების მოთხოვნა და მასწავლებელი გადაწყვეტილებაშიც უნდა მიეთითოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს იმ პირების ვინაობის შესახებ მათ შორის მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციას თუ ვის შეეზღუდა ის უფლებამოსილებელი რომელიც სასარჩელო მოთხოვნით იყო მოთხოვნილი. შეკითხვა შენიშვნა მოსაზრება არ არის მეორე მუხლი ცვლილების გარეშე გახსოვთ. ასევე ვერ ხედავთ დარბაზიდან შენიშვნებს ან მოსაზრებებს გთხოვთ კოლეგებო რომ თუ ასეთი იქნა გვანიშნოთ იმიტომ რომ მივყვებით მაშინ შემავალ პაკეტში შემავალ სხვა პროექტებს მეორე ეს არის მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტი. გამომდინარე იქიდან რომ საქართველოს ორგანულ კანონის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ 23 მუხლის მესამე პუნქტი ჩამოყალიბდა განსხვავებული რედაქციით, ის შინაარსის усвоლად, შესაბამისად მითითებები გახდა საჭირო სხვანაირად ჩამოყალიბებულიყო, შესაბამისად ცვლილება შევიდა მუხლი 21 პრიმა მუხლი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს ორგანულ კანონს, რომელიც გულისხმობს, რომ პარტიის წევრი ვერ გახდება ის პირი, რომელიც მიმართაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს, ამავდროულად ზუსტად იგივე ჩანაწერი არის შემოწირულობასთან დაკავშირებით. ტექნიკურად საჭირო იყო როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანა, ასევე მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა. შინაარსი უცვლელია. კი ბატონო, მეორე პუნქტზეც უცვლელი სახით არის წარმოქმნილი. მეორე მუხლი უცვლელი სახით არის. კომენტარები არ არის დარბაზიდან. შემდეგ ორგანული კანონის პროექტი საქართველოს საარჩევნო კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ პირველი მუხლი თითოეულ მუხლთან დაკავშირებით, რომელიც შედგება 8 პუნქტისაგან, თითოეული მუხლში მოხდა ცვლილების შეტანა, რომელიც გულისხმობს ისევ და ისევ გამომდინარეობს საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელის მხრიდან სასარჩელო მოთხოვნის დაყენების და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან გამომდინარე შედეგებს და ტექნიკურად ასახულია თითოეულ მუხლსა და თითოეულ პუნქტში თუ რა შედეგების წარმოიშობა საარჩევნო კუთხით. ეს არის პასიური უფლებების შეზღუდვა, მათ შორის მემერობის კანდიდატის ვერ დააყენებს პოლიტიკური პარტია, საარჩევნო სიაში ვერ ეყოლება პირი და ასე შემდეგ, რომელზეც უკვე მოგახსენეთ ძირითადი კანონ პროექტის განხილვის დროს. ხომ არ არის კითხვები? და მაშინ მეორე მუხლზე შეგვიძლია გადავიდეთ. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე გახლავთ. და ამ ცვლილებათა პაკეტში შემავალი ბოლო პროექტი, ეს არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. სულ ერთი მუხლი გვაქვს, უბრალოდ ორი მუხლი გვაქვს, მაგრამ იმ პირველი მუხლით ყალიბდება შენიშვნა რეალურად. შენიშვნის მეორე ნაწილშიც მითითება ხდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 23 მუხლის მესამე პუნქტის ბ ქვეპუნქტზე ცვლიანად ტექნიკური ხასიათის შენიშვნა, რაც გულისხმობს, რომ თუ პოლიტიკური პარტია დაარღვევს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მაგალითად თავის რიგებში გააწევრებს იმ პირს, რომელსაც პოლიტიკური საქმიანობა, ანუ პარტიის წევრობა აკრძალული აქვს, გამოიწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას პოლიტიკური პარტიისათვის ჯარიმის სახით. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. შეკითხვების შენიშვნები მოსაზრებები კვლავ არ ფიქსირდება. ეს ცვლილებათა პაკეტი განხილულია ბატონო არჩილ. მომდევნო ცვლილებას თქვენი გამოსატანი არის, ეს არის საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები, ასევე მეორე მოსმენით განვიხილავთ აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივას. დავიწყოთ შესაბამისად სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილებით პირველი მუხლის
პირველი პუნქტი. პირველი პუნქტი, რომელიც გულისხმობს და თავიდან აყალიბებს 350 სიხლის სამართლის კოდექსის 357 მუხლს, გვთავაზობთ, რომ 357 მუხლს დაემატოს მესამე ნაწილი, კერძოდ ამ მუხლის პირველი ნაწილი გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი არასრულწლოვნის მიერ ისჯება ჯარემიდან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 1 წლამდე, ან და თავისუფლების აკვეთით ვადით 1 წლამდე. ზუსტად იგივე შინაარსის სასჯელებია შემოთავაზებული, როგორც არის მაგალითად 222 მუხლში, როდესაც სტრატეგიული ობიექტის ბლოკირება ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ ძირითად პირველ ნაწილში მითითებული არის თავისუფლების აკვეთა განმეორების შემთხვევაში თავისუფლების აკვეთა 1 წლამდე, რადგან 1 წლამდე მხოლოდ ერთი სასჯელია და რასაც თავისი მიზანი აქვს იმისათვის, რომ პრევენცია მოახდინოს, არასრულწლოვანთა მარცხაჭულების კოდექსის მიხედვით შეუძლებელია გამოყენებული იქნეს ნაკლებმძიმე დანაშაულის დროს თავისუფლების აკვეთა პირველივე ჯერზე, ამიტომ ზუსტად იგივე ალტერნატიული სასჯელები არის შემოთავაზებული, როგორც ეს არის, როგორც მოგახსენეთ, სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლში. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც მოქმედებს ზუსტად ის პრინციპი განრიდებისა და არასრულწლოვნის რესოციალიზაცია ზოგადად, რომელიც არასრულწლოვანთა მარცხაჭულების კოდექსით მოქმედი კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ესეც ერთ-ერთი საშუალება იმისა, რომ პრევენცია მოხდეს, რომ არასრულწლოვნები არ ჩართონ უკანონო შეკრებებისა და მანიფესტაციების მოწყობაში. კი ბატონო, კომენტარები არ ფიქსირდება. მეორე პუნქტი. მეორე პუნქტშიც იგივე ცვლილება არის, იგივე სულისკვეთების ცვლილება არის მესამე ნაწილი ემატება, რომელიც ეხება არა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობას ან შეურაცხყოფას მესამე ჯერ. კი ბატონო, მეორე მუხლი. ცვლილების გარეშე. შეკითხვები არ არის. მომდევნო კანონის პროექტი ეს არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. პირველი მუხლის პირველი პუნქტი. მხოლოდ რედაქციული ხასიათის ცვლილებებია წარმოქმნილი. და ასახული. მეორე პუნქტი. ანალოგიურად. შეკითხვები არ არის. მესამე პუნქტი. მესამე პუნქტშიც ცვლილების გარეშე. მეოთხე პუნქტი ცვლილება არის 254 მუხლს ემატება მეოთხე ნაწილი, რომლის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის პრაგლებში ფოტო ან ვიდეოფიქსზე დაფიქსირებული სამართალდარღვევის გამოვლენის, მასზე რეაგირებისა და სამართალდარღვევის იდენტიფიკაციის, მათ შორის სპეციალური პროგრამის გამოყენებით წესი და პირობების განსაზღვრა იქნება შესაძლებელი მინისტრის ბრძანებით. რაც პრაქტიკაში ისედაც არსებობს, შესაბამისად დაიხვეწება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის სახით გამყარებული იქნება შესაბამისი პრაქტიკაც, რომელიც ისედაც გამოყენებული იყო მაღალი სტანდარტით, რა თქმა უნდა. კი ბატონო, მეორე მუხლი ცვლილების გარეშე, როგორც ჩანს, კომენტარები არ არის. შემდეგი ამავე პაკეტში შემავალი საქართველოს კანონის პროექტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, ну ეს ასე ვთქვათ, ცვლილება არის, დიახ. პირველი მუხლი, მეორე მუხლიც. ანალოგიურად არის შემდეგი. ანალოგიურად კიდევ ერთი ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ეს ცვლილების გარეშე გახსოვთ. კი ბატონო. კითხვები, მოსაზრებები არ არის და ამავე პაკეტში შემავალი ასევე კიდევ ერთი პროექტი არის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ყოველდღიური ტექნიკური დაწესება მოხდა, რომელიც ასახულია დარიგებულ ტექსტში. პირველ მუხლში, მეორე მუხლი შინაარსი უნდა უცვლელად არის. მეორე მუხლი ცვლილების გარეშე. შეკითხვები, შენიშვნები ან მოსაზრებები არ ფიქსირდება. განხილულია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიც. მადლობთ. შეგვიძლია მაშინ გადავიდეთ კენჭისყრებზე, როგორც მოგეხსენებათ 4 საკითხი განვიხილეთ. პირველი ეს არის ორგანული კანონის პროექტი საქართველოს ორგანულ კანონში, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები. ვინ უჭერს მხარს წარმოდგენილ ცვლილებას, მეორე მოსმენით განვიხილეთ. მხარდაჭერილია, წინააღმდეგი არავინ, შესაბამისად
ერთხმად იქნა მხარდაჭერილი. მეორე საკითხი, ეს არის ასევე პარლამენტის წევრთა იურიდიული საკითხთა კომიტეტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის ეს წარმოდგენილი კანონის პროექტი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა კანონ პროექტები, ვინ არის მომხრე რომ დაუჭიროთ მხარი, წინააღმდეგი არავინ, ერთხმად ასევე მხარდაჭერილია. შემდეგ პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ეს არის კანონის პროექტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე და ამავე პაკეტში შემავალი სხვა პროექტები, ვინ არის მომხრე, მხარი დაუჭიროთ, წინააღმდეგ არავინ, შესაბამისად მხარდაჭერილია ერთხმად და ბოლო პროექტი, რომელიც განვიხილეთ ასევე პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილება. ბატონმა კოლკამ გაგვაცნო, ვინ არის მომხრე, დაუჭიროთ მხარი, წინააღმდეგი არავინ, ერთხმად ესეც არის მხარდაჭერილი. კოლეგებო, არის უკვე დღის ეს რიგით გათვალისწინებული საკითხები განხილული, შესაბამისად კომიტეტის სხდომა შეგვიძლია დახურულად გამოაცხადოთ. მადლობთ მუშაობისთვის.